როცა სიტყვა ვიკინგს გაიგონებ, ალბათ წარმოგიდგენია სასტიკი მებრძოლები, რომლებიც იპარავენ და იტაცებენ სიმდიდრეს. მაგრამ რა სიტყვი თუ გეტყვი, რომ ბევრი რამ რაც მათ შესახებ ვიცით, არასწორია. იცოდი, რომ ისინი ამერიკაში კოლუმბამდე ჩავიდნენ, ბაღდადამდე ვაჭრობდნენ და ევროპის ამდენიმე ცნობილ ქალაქის აშენებაში მიიღეს მონაწილეობა. ამ ვიდეოში გავიგებთ ვიკინგების შესახებ ისეთ გასაოცარ სიმართლეს, რომელიც შეიძლება სულიად შეგიცვალოს მათზე წარმოდგენა. სარამ დავიწყებ, გთხოვთ მოიწონეთ და გამოიწერეთ ეს ვიდეო. ეს ჩვენთვის კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა. ეხლა კი დავიწყოთ. მათ ჩრდილოეთ ამერიკა კოლუმბამდე 500 წლით ადრე აღმოაჩინეს. საუკუნეების განმავლობაში სკოლებში ასწავლიდნენ, რომ ქრისტეფორე კოლუმბი იყო პირველი ევროპელი, ვინც 1492 წელს ამერიკაში ჩავიდა. მაგრამ თანამედროვე მტკიცებულებების მიხედვით, ეს სრულად სწორად არ მიიჩნევა. კოლუმბის ატლანტის ოკეანეზე გადაკვეთამდე 500 წელზე მეტი ხნით ადრე უკვე არსებობდა მეზღვაურთა ჯგუფი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროს მიაღწია. ისინი იყვნენ ვიკინგები სკანდინავიიდან. დაახლოებით 1000 წელს ნორსელი მკვლევარი სახელად ლეიფ ერიქსონი გაემგზავრა გრენლანდიიდან დასავლეთისკენ. ჩრდილოეთ ატლანტიკის რთული და საშიში მოგზაურობის შემდეგ ისინი მივიდნენ მიწაზე, რომელსაც ვინლანდი უწოდეს. უძველეს ჩანაწერების მიხედვით, მათ ეს სახელი დაარქვეს იქ აღმოჩენილი ველური ხილისა და კენკრის გამო. საუკუნეების განმავლობაში ეს ამბავი მხოლოდ ორ ისლანდიურ საგაში იყო აღწერილი: გრენლანდიელთა საგასა და ერიკ წითელის საგაში. იმის გამო, რომ მაშინ ფიზიკური მტკიცებულება არ არსებობდა, ბევრი ფიქრობდა, რომ ეს უბრალოდ ლეგენდა იყო. ყველაფერი შეიცვალა 1960 წელს, როდესაც ნორვეგიელმა მკვლევარმა ჰელგე ინგსტადმა და არქეოლოგმა აინშტაინ ინსტადმა აღმოაჩინეს ვიკინგების დასახლების ნაშთები ლანს-ო-მედოუსში, ნიუფაუნდლენდში, კანადაში. იქ მათ აღმოაჩინეს 8 შენობის საძირკველი, რომლებსაც იგივე დიზაინი ჰქონდათ, როგორც ვიკინგების დასახლებებს გრენლანდიაში. მათ ასევე იპოვეს რკინის დასამზადებელი სამჭედლო, იარაღები და სხვა არტეფაქტები, რომლებიც აშკარად ნორსული წარმოშობის იყო. როდესაც მასალები რადიოკარბონული დათარილებით შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ დასახლება აშენდა დაახლოებით 1000 წელს. ზუსტად იმ პერიოდში, რომელსაც ვიკინგების საგები აღწერენ. ეს იყო პირველი დადასტურებული ევროპული დასახლება ჩრდილოეთ ატლანტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ მათი ყოფნა როგორც ჩასდროებითი იყო და არ იქცა მუდმივ კოლონიად, ეს საკმარისია იმისთვის, რომ შეცვალოს ჩვენი ისტორიის აღქმა. მან აჩვენა, რომ ვიკინგები მხოლოდ მებრძოლები და დამპყრობლები არ იყვნენ. ისინი ასევე იყვნენ გამორჩეული ნავიგატორები, რომლებმაც შეძლეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ოკეანეზე გადაკვეთა, მხოლოდ ვარსკვლავების, ქარისა და ტალღების ცოდნის გამოყენებით. იმ დროს, როცა ევროპის ბევრ ადამიანს თითქმის არაფერი იცოდა ატლანტიკის მეორე მხარის შესახებ, ვიკინგები უკვე იქ იყვნენ მისულები. ააშენეს სახლები და დაიწყეს კვლევა. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა მოისმენთ ქრისტეფორე კოლუმბის სახელს როგორც პირველი ევროპელის, რომელიც ამერიკაში ჩავიდა, დაიმახსოვრეთ, რომ მასზე 5 საუკუნით ადრე ვიკინგები უკვე დადიოდნენ ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებს. ვიკინგები განსაკუთრებულად სუფთები იყვნენ. როცა ვიკინგების სიტყვას ვისმენთ, ხშირად გვახსენდება მეომრები არეულ თმით, ბინძური წვერით და ტალახში ამოსწვრილი სხეულით ბრძოლის შემდეგ. მაგრამ გასაკვირია, რომ მტკიცებულებები საპირისპიროს აჩვენებს. სიმამდვილეში, თუ შუა საუკუნეების ევროპის უმეტესობას შევადარებთ, ვიკინგები ერთ-ერთ ყველაზე სუფთა და პირად ჰიგიენაზე მზრუნველი ხალხი იყვნენ. სკანდინავიაში, ბრიტანეთსა და ისლანდიაში ჩატარებულ სხვადასხვა არქეოლოგიურ გათხრებში, ვიკინგების სამარხებში ხშირად პოულობენ პირადი მოვლის ნაკრებებს. მათ შორის არის ძვლის ან ცხოველის რქისგან დამზადებული სავარცხლები. ვიკინგების არქეოლოგიურ ობიექტებზე იმდენი სავარცხელი აღმოაჩინეს, რომ არქეოლოგები მიიჩნევენ, თითქმის ყველა ზრდასრულ ვიკინგს საკუთარი სავარცხელი ჰქონდა. ეს მხოლოდ არტეფაქტებზე არ არის დაფუძნებული. არსებობს წერილობითი ჩანაწერებიც მათი მტრებისგან. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩანაწერი ეკუთვნის ინგლისელ ბერს ჯონ უოლინგფორდს მე-13 საუკუნეში. მან იჩივლა, რომ ვიკინგები ინგლისში რეგულარულად ბანაობდნენ. ხოლოდრე ივაცხნიდნენ თმას, ხშირად იცვლიდნენ ტანსაცმელს და ძალიან სუფთად იცონდნენ. მისი თქმით, მათი სისუფთავისა და მოწესრიგებულობის გამო, ბევრი ინგლისელი ქალი ვიკინგებით უფრო იზიდებოდა, ვიდრე ადგილობრივი მამაკაცებით. კიდევ სპეციალური თვე ჰქონდათ ბანაობისთვის. ძველ ნორსულ ენაში, სიტყვა, რომელიც ზოგიერთ სკანდინავიურ ენაში შაბათის აღმნიშვნელი გახდა, ნიშნავს ბანაობის დღეს, ანუ დაბანის დღეს. ეს შეიძლება იყოს მიზეზი, რატომაც ბევრი შუა საუკუნეების მწერალი
ვიკინგებს აღწერს როგორც მაღლებს და თეთრკანიან ქერებს. მაგრამ თანამედროვე არქეოლოგიის აღმოჩენები სხვა ისტორიას გვიჩვენებს. ბევრ ასპექტში ვიკინგები უფრო სუფთები იყვნენ, ვიდრე მათი მეზობლების უმეტესობა ევროპაში. ვიკინგ ქალებს შეეძლოთ ქონების პლობა, განქორწინება და ბიზნესის მართვა. ვიკინგების ეპოქაში სკანდინავიაში ქალებს მეტი თავისუფლება ჰქონდათ, ვიდრე მათი თანამედროვეების უმეტესობას ევროპაში. ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის უძველესი კანონების მიხედვით, მათ შეეძლოთ მემკვიდრეობით მიეღოთ ქონება, ქონოდათ მიწა და საკუთარი სახელით ემართათ ბიზნესი. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უფლება, რაც მათ ჰქონდათ, იყო განქორწინება. თუ ქალი ძალადობის მსხვერპლი იყო, ან აღარ სურდა ქორწინებაში დარჩენა, მას შეეძლო მოწმეების წინაშე გამოეცხადებინა განზრახვა განქორწინების შესახებ. ამის შემდეგ მას შეეძლო დაებრუნებინა თავისი მზითები და კვლავ დამოუკიდებელი ქალის ცხოვრებით ეცხოვრა. ევროპის ბევრ ნაწილში ასობით წელი კიდევ დასჭირდებოდა, სანამ ქალებს ასეთი უფლება ექნებოდათ. მათი სტატუსი ასევე ჩანს ერთ უბრალო რამეში, გასაღებებში. ვიკინგების დიასახლისები ხშირად ატარებდნენ გასაღებებს გულზე, როგორც ტანსაცმლის ნაწილს. ეს უბრალოდ დეკორაცია არ იყო. ეს იყო მათი ავტორიტეტის სიმბოლო სახლში, საკვების საცხობებსა და ოჯახის სიმდიდრეზე. და რადგან ვიკინგები ხშირად მიცურავდნენ რამდენიმე თვე ან თუნდაც რამდენიმე წელი ასეთ ადგილებში, როგორიცაა ისლანდია, გრენლანდია და სხვა შორეული მიწები, ცოლები რჩებოდნენ სახლში მთელი ოჯახის სამართავად. ასევე არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებს, რომ ზოგიერთ ქალს შეიძლება ქონოდა მებრძოლის როლი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ბირკას მებრძოლის სამარხი შვედეთში. ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეს სამარხი ითვლებოდა მამაკაცი მებრძოლის სამარხად, რადგან იქ აღმოჩენილი იყო უამრავი იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა. თუმცა 2017 წელს დედენემის ანალიზმა აჩვენა, რომ დამარხული ადამიანი ბიოლოგიურად ქალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიკოსები კვლავაც განიხილავენ, იყო თუ არა ის რეალურად მებრძოლი, უბრალოდ მაღალი რანგის ლიდერი, ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ვიკინგების საზოგადოებაში ქალები დაკავშირებულნი იყვნენ სამხედრო ძალასთან. იმ დროს, როდესაც ევროპის უმეტეს ნაწილში ქალების როლი შეზღუდული იყო, ვიკინგები მათ ანიჭებდნენ ისეთ უფლებებს, რომლებიც შუა საუკუნეებში იშვიათად გვხვდებოდა. ბლუთუს სახელი ვიკინგი მეფის სახელიდან მოდის. დღეს ჩვენ ვიყენებ Bluetooth-ს ჩვენი მობილური ტელეფონების, ხუხსასმენების, დინამიკების, მანქანისა და სხვა მოწყობილობების დასაკავშირებლად. თუმცა ძალიან ცოტა მიცის, რომ Bluetooth-ის სახელი რეალური ვიკინგი მეფისგან მოდის, რომელიც 1000 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. მის სახელი იყო ჰარალდ გორმსონი, დანიელი მეფე მე-10 საუკუნეში. ის უფრო ცნობილია თავისი მეტსახელით, ჰარალდ ბლუთუთი. ისტორიკოსების თქმით, ეს მეტსახელი შეიძლება მოდიოდეს მისი ერთ-ერთი კბილისგან, რომელიც შავი იყო, ან ლურჯშავი ფერის, რადგან იყო გაფუჭებული ან დაზიანებული. მაგრამ მისი კბილი არ არის მიზეზი, რის გამოც ის ისტორიაში ცნობილი გახდა. ჰარალდ ბლუთუთი ცნობილია როგორც მეფე, რომელმაც დანიაში სხვადასხვა ტომები და სამეფოები გააერთიანა და ასევე ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას რეგიონში. 1000 წლის შემდეგ, 1990-იან წლებში, ინჟინერთა ჯგუფი Ericssonიდან და Intel-იდან ეძებდა გზას, თუ როგორ შეძლებდნენ სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები ერთმანეთთან უსადენო სტანდარტის გამოყენებით კომუნიკაციას. იმ დროს სხვადასხვა კომპანიები იყენებდნენ კომუნიკაციის მრავალ განსხვავებულ პროტოკოლს. ამიტომ მათი გაერთიანება ძალიან რთული იყო. ერთ-ერთი ინჟინერი, ჯიმ კარდაჩი, ითხოვდა ვიკინგებზე დაწერილ რომანს სახელად რძელი გემები. როდესაც ისინი პროექტზე საუბრობდნენ, მან შემოგთავაზა, რომ დროებით კოდური სახელად აგვეღო Bluetooth, ჰარალდ ბლუთუთის პატივსაცემად. რადგან როგორც მეფის შემთხვევაში, ამ ტექნოლოგიის მიზანიც სხვადასხვა ჯგუფის გაერთიანებაა. კოდური სახელი თავდაპირველად მხოლოდ დროებითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით ყველას მოეწონა და საბოლოოდ ტექნოლოგიის ოფიციალურ სახელად დარჩა. Bluetooth-ის ლოგო კიდევ უფრო გასაოცარია. სიმბოლო, რომელსაც მილიარდობით მოწყობილობაზე ვხედავთ მთელ მსოფლიოში, უბრალოდ თანამედროვე დიზაინი არ არის. ეს არის ორი უძველესი ვიკინგური რუმის კომბინაცია, რომლებიც ასოებს H-სა და B-ს აღნიშნავენ, ანუ ჰარალდ ბლუთუთის ინიციალებს. ეს რუნები გააერთიანეს, რათა შეექმნათ სიმბოლო, რომელსაც დღესაც ვიყენებთ. ვიკინგები პოლარულ დათვებს დიპლომატიური საჩუქრებისთვის იყენებდნენ. ვიკინგების სამყაროში იშვიათი ცხოველი მხოლოდ შინაური ცხოველი არ იყო. ის ძალაუფლების, სიმდიდრისა და პრესტიჟის სიმბოლოს წარმოადგენდა. არაფერი იყო ამაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პოლარული დათვი. მას შემდეგაც ვიკინგებმა გრენლანდია დაასახლეს დაახლოებით 985 წელს, მათ პირდაპირი წვდომა ჰქონდათ არქტიკას. აქ ისინი იჭერდნენ ახალგაზრდა პოლარულ დათვებს, რომლებსაც შემდეგ ევროპაში მიჰქონდათ საჩუქრად ძლიერ მმართველებთან.
წარმოიდგინე, რა რთული იყო ეს პროცესი. ჯერ უნდა დაგეჭირა მტაცებელი ცხოველი გრენლანდიის სტინულოვან გარემოში. შემდეგ კი ცოცხალი უნდა აგესვა ხის გემზე და გადაგეყვანა 1000-ზე მეტი მილის მანძილზე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ზღვებში. ეს მხოლოდ სიმამაცეს კი არ მოითხოვს, არამედ განსაკუთრებულ საზღვაო უნარებსაც. არსებობს ჩანაწერები შუა საუკუნეებიდან, რომლებიც აჩვენებს, რომ პოლარული დათვები იგზავნებოდა ინგლისის მეფეებთან, სკანდინავიის არისტოკრატიასთან და ევროპის იმპერატორებთანაც კი. მაგრამ თუ პოლარული დათვი მნიშვნელოვანია, ზოგჯერ ერთი ფრინველი კიდევ უფრო ძვირფასია. ვიკინგების ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი იყო გირფალკონი. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერი სახეობა შევარდნისა. შუა საუკუნეებში შევარდნობა იყო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გართობა მეფეებისა და არისტოკრატებისთვის. გირფალკონის ფლობა ძალიან მაღალი სოციალური სტატუსის ნიშანი იყო. ამიტომ თეთრი გირფალკონები ისლანდიიდან და გრენლანდიიდან უზარმაზარ ფასად იღიდებოდა. არსებობს ცნობები, რომ ზოგიერთი მათგანი უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე მათი წონა ოქროში. ცივი არქტიკიდან ეს ცხოველები იგზავნებოდა ევროპისა და ბიზანტიის სამეფო კარებზე და შუა აღმოსავლეთის ქალაქებში, როგორიცაა ბაღდადი და კაირო. ეს აჩვენებს თუ რამდენად ფართო იყო ვიკინგების სავაჭრო ქსელი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს გონია, ვიკინგები უბრალოდ ჩრდილოეთ ევროპის მეკობრეები იყვნენ, სინამდვილეში ისინი გლობალური სავაჭრო სისტემის ნაწილი იყვნენ. ახალგაზრდა პოლარული დათვი, რომელიც გრენლანდიაში დაიჭირეს, შეიძლება სულ რამდენიმე თვეში ეგვიპტეში სასახლეში აღმოჩნდეს. ვიკინგების გემით დაკრძალვები. თუ არსებობს ერთი გამოსახულება, რომელსაც თითქმის ყველა ვიკინგებთან აკავშირებს, ეს არის გრძელი გემი, რომელიც იწვის და ზღვაში მიცურავს. მის შიგნით წევს მებრძოლის სხეული, გარშემორტყმული მისი იარაღებით, საგანძურით და ნივთებით, რომლებიც მისთვის სიცოცხლეში ძვირფასი იყო. ეს ხშირად ჩანს ფილმებსა და სერიალებში. ამიტომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ლეგენდაა ან ჰოლივუდის გამოგონილია. მაგრამ გასაოცარია, რომ ამ გამოსახულების უკან სიმართლე იმალება. ისინი სჯერათ, რომ გარდაცვლილები გააგრძელებენ ცხოვრებას იმ ქვეყნად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი მომზადება ამ მოგზაურობისთვის. და რადგან გემი იყო მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც მეზღვაურებისა და მოგზაურებისთვის, ის ასევე მათი დაკრძალვის რიტუალების ცენტრად იქცა. ვიკინგების დაკრძალვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღწერა მოდის არაბი დიპლომატის აჰმად იბნ ფადლანისგან. 921 წელს მან ვოლგის მდინარის ნაპირზე, დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე, რუს ვიკინგებს შეხვდა. მან საკუთარი თვალით იხილა მაღალი რანგის მეთაურის დაკრძალვა და დეტალურად აღწერა ყველაფერი. მისი აღწერის მიხედვით მეთაურის სხეული გემზე დაასვენეს, რომელიც ხმელეთზე გამოათრიეს. მას ძვირფასი ტანსაცმელი ჩააცვეს და გარშემო מחვილები, ფარი, საჭმელი, სასმელი და სხვადასხვა სიმდიდრე დაალაგეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი ატარებდნენ რიტუალებს, რათა მოემზადებინათ მისი მოგზაურობა იმ ქვეყნიურ ცხოვრებაში. ამის შემდეგ მთელი გემი ყველა თავისი შიგთავსით დაწვეს, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა ვიკინგის დაკრძალვა ასეთი არ ყოფილა. სიადულეში უფრო გავრცელებული იყო გემში დამარხვა, ვიდრე მისი დაწვა ზღვაში. ბევრ ვიკინგს გემში მარხავდნენ, რომელსაც შემდეგ მიცით ფარავდნენ, რათა შეექმნათ დიდი სამარხი ბორცვი. ამას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ოსებერგის გემის დაკრძალვა ნორვეგიაში. როდესაც არქეოლოგებმა ეს ამოთხარეს, მათ აღმოაჩინეს ულამაზესი ვიკინგური გემი, რომელიც თითქმის მთლიანად შენარჩუნებული იყო 1000 წელზე მეტი ხნის შემდეგაც. მის შიგნით იყო 2 ხალი, ეტლები, საწოლები, საოჯახო ნივთები, ძვირფასი ქსოვილები და მრავალი ცხოველის ნაშთები, მათ შორის ცხენები და ძაღლები. კიდევ ერთი გამორჩეული მაგალითია გოქსტადის გემის სამარხი. აქ აღმოაჩინეს მაღალი რანგის მამაკაცის ნეშტი. მასთან ერთად იყო დიდი გემი და ცხოველები, რომლებიც როგორც მიაჩნდათ, მასთან ერთად უნდა გადასულიყვნენ იმ ქვეყნიურ ცხოვრებაში. ეს აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ვიკინგებისთვის სიცოცხლის შემდეგი ცხოვრების რწმენა. ვიკინგები ბარდადამდეც და ისლამურ სამყარომდეც მივიდნენ. ყველა ვიკინგი არ უყურებდა დასავლეთს. მათგან ბევრი აღმოსავლეთისკენ გაემგზავრა. შუა საუკუნეების მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და განვითარებულ ქალაქებამდე. აქ შედიოდა კონსტანტინოპოლი და ბაღდადიც კი ისლამური ოქროს ხანის ცენტრი. ვიკინგების ეპოქაში არსებობდა ნორსელი ვაჭრების ჯგუფი, რომლებიც ცნობილნი იყვნენ როგორც რუსები. ამ სახელიდან წარმოიშვა თანამედროვე სახელწოდება რუსეთი. ზღვის ნაცვლად მათ აღმოსავლეთ ევროპის ვრცელი მდინარეები გამოიყენეს მოგზაურობის მარშრუტებად. ბალტიის ზღვიდან ისინი მიცურავდნენ თანამედროვე რუსეთისა და უკრაინის მდინარეებზე, სანამ შავ ზღვას, კასპიის ზღვას და ისლამური სამყაროს ბაზრებს მიაღწევდნენ.
ეს მოგზაურობა ადვილი არ იყო. როდესაც მდინარის ნაწილი გემისთვის გაუვალი იყო, მათ მიწაზე უნდა გამოეთრიათ ან აეტანათ თავიანთი საზღვაო ხომალდები. ამავე დროს ფხიზლად ეცამდნენ თავს ყაჩაღებისა და ველური მებრძოლებისგან. მაგრამ რისკი ამათ ღირდა. სკანდინავიიდან ისინი მოქონდათ ცხოველის ბეწვი, ქარვა, თაფლი, ცვილი და სხვა პროდუქტები. ამის სანაცვლოდ ისინი იღებდნენ ვერცხლს, აბრეშუმს, სამკაულებს, ძვირფას ქსოვილებს და სხვადასხვა საქონელს ბიზანტიისა და ისლამური სამყაროდან. ამას ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მტკიცებულება არის 1000-ობით არაბული ვერცხლის მონეტა, რომელიც სკანდინავიაშია აღმოჩენილი. ეს მონეტები მოდის ისეთი ქალაქებიდან, როგორიცაა ბაღდადი, სამარყანდი და ტაშკენტი, რაც აჩვენებს, რომ ვიკინგების სავაჭრო ქსელი დაკავშირებული იყო ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებთან. 3 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეს კავშირი გრძელდებოდა. სკანდინავიასა და ისლამურ სამყაროს შორის მხოლოდ ვაჭრობა კი არ მიმდინარეობდა, არამედ იდეები, ცოდნა და გავლენაც. ვიკინგებმა დაარსეს დუბლინი, იორკი, ჰევენი, ნორმანდია. ვიკინგები ცნობილები არ იყვნენ როგორც დამხრობლები, რომლებიც ქალაქებსა და დაბებს ანადგურებდნენ. მაგრამ არის ერთი რამ, რაც მათ შესახებ ხშირად ავიწყდებათ. ისინი მხოლოდ ქალაქებს არ ანადგურებდნენ. მათ აგრეთვე ააშენეს ევროპის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი და სამეფო. ამას ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი დუბლინია. დღეს ის ირლანდიის დედაქალაქია. მაგრამ ის ვიკინგების დასახლებად დაიწყო 851 წელს. ირლანდიაზე რამდენიმე ათწლეულის თავდასხმის შემდეგ ვიკინგებმა მდინარის პირას მუდმივი ბაზა ააშენეს. ამ უბრალო სადგურიდან დუბლინი ნელ-ნელა გაიზარდა და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად იქცა. დღემდე არქეოლოგებს შეუძლიათ თანამედროვე ქალაქის ქვეშ ვიკინგების ორიგინალური დასახლების კვალი იპოვონ. მაგრამ დუბლინი ერთადერთი არ არის, რაც მათ დატოვეს. 866 წელს ვიკინგებმა ინგლისში იორკის ქალაქი დაიპყრეს და მისი სახელი ჯორვიკად შეცვალეს. მათი მმართველობის პერიოდში ის მნიშვნელოვანი სავაჭრო და პოლიტიკური ცენტრი გახდა. თითქმის 1 საუკუნის განმავლობაში ის ვიკინგების სამეფოს დედაქალაქი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ინგლისის დიდ ნაწილს აკონტროლებდა. აღმოსავლეთშიც ვიკინგებს დიდი გავლენა ჰქონდათ კიევის და რუსის სახელმწიფოს ადრეულ ისტორიაზე. როსები, ვიკინგი, ვაჭრები და მებრძოლები მოგზაურობდნენ აღმოსავლეთ ევროპის მდინარეებზე და რეგიონის განვითარებაში მონაწილეობდნენ. თუნდაც სახელწოდება რუსეთი მიიჩნევა, რომ მომდინარეობს ტერმინ რუსიდან და შემდეგ გვაქვს ნორმანდია, ჩრდილოეთ საფრანგეთში. 911 წელს საფრანგეთის მეფემ შეთანხმება დადო ვიკინგთა ლიდერ როლოსთან. შეტევების შეწყვეტისა და სანაპიროს დაცვის სანაცვლოდ მას მისცეს მიწა, რომელსაც მოგვიანებით ნორმანდია, ანუ ჩრდილოელთა მიწა ეწოდა. დროის განმავლობაში ნორმანები ძლიერდებოდნენ და 1066 წელს როლოს შთამომავალი უილიამ დამხობელი გადავიდა ინგლისში და ჰასტინგსის ბრძოლაში გაიმარჯვა. ამ გამარჯვებამ საბოლოოდ შეცვალა ინგლისის ისტორია, კანონმდებლობა და კულტურა. ერთგვარად ეს ვიკინგების ბოლო დიდი გამარჯვება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი ხანი აღარ იყვნენ მარბიელები. ევროპის ზოგიერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი და სამეფო მათ გავლენას ატარებს. მათი მემკვიდრეობა არ ჩანს მხოლოდ ბრძოლებში, არამედ ქალაქებში, რომლებიც დღემდე ვითარდება. საუკუნეების განმავლობაში ვიკინგები ცნობილნი იყვნენ როგორც სასტიკი მებრძოლები, რომლებმაც შიში მოიტანეს ევროპის სხვადასხვა ნაწილში. მაგრამ როგორც ამ სიაში ვნახეთ, მათი ისტორია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ფილმებსა და ლეგენდებშია ნაჩვენები. ისინი იყვნენ მკვლევარები, რომლებმაც ჩრდილოეთ ამერიკას კოლუმბამდე მიაღწიეს, ვაჭრები, რომლებიც ბაღდადსა და კონსტანტინოპოლამდე მიდიოდნენ, ქალაქების დამფუძნებლები, რომლებიც დღემდე არსებობს, და მეზღვაურები, რომლებმაც საოცარი ნავიგაციის მეთოდები გამოიყენეს, რათა მიეღწიათ იმ ადგილებისთვის, რომლებიც მათ ეპოქაში თითქმის მიუღწეველი იყო. ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როცა სიტყვა ვიკინგს გაიგონებ, მხოლოდ მახულითა და გრძელი ნავით შეიარაღებულ მებრძოლებზე ნუ იფიქრებ. იფიქრე ასევე ცივილიზაციაზე, რომელმაც უფრო შორს იმოგზაურა, მეტი სამყარო ნახა და ისტორიაში უფრო ღრმა კვალი დატოვა, ვიდრე უმეტესობას ჰგონია.